ვის და რომელი ასაკიდან უჩნდება ძვალსახსროვანი პრობლემები, როგორია სახსრების ტკივილის მკურნალობის თანამედროვე მეთოდად მიჩნეული ენდოპროტეზირების შედეგები და ფინანსდება თუ არა ენდოპროტეზირების ოპერაციები. თემაზე სტუმართან დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელ ექიმ-ორთოპედ ტრავმატოლოგ გოგა ხუთშვილთან ერთად საუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო გოგა. საღამოშვიდობის მოგესალმებით ფესმაყურებელს. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე უნდა გავხსნათ პასუხი და ეს დამერწმუნეთ მარტო ჩვენთვის საინტერესო შეკითხვები არ არის. ბატონო გოგა, ყველაზე მთავარი ალბათ აუცილებელია დავიწყოთ იქედან, როდის და რომელი ასაკიდან ვლინდება ძვალსახსროვანთა დაავადებები და პრობლემები. ხო, ასაკი საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, ეს იწყება ახალშობილობის ასაკიდან მამაყუცებულობამდე. ახალშობილობას გულისხმობ უკვე დაბადებიდან ბავშვს უნდა ახალშობილის სახსრები უნდა შემოწყვეტეს, რადგან არის რისკი იყოს თანდაყოლილი ამოვარდნილობები, დისპლაზიური პრობლემები, რომელიც დაბადებიდან უნდა დაიწყოს მათი მკურნალობა და პრევენცია. და ასევე შემდგომ უკვე ზრდასთან ერთად დამახასიათებელია ტრავმები, სხვადასხვა პათოლოგიები, რომელიც უნდა იქნეს ყურადღება მიცემა. ანუ ის გავრცელებული მოსაზრება, რომ ასაკთან ერთად მატულობს სახსრების პრობლემები? ხო, ეგ კიდევ არ შეესაბამება? ეგ კიდევ სხვა პრობლემაა, რა თქმა უნდა, კი, შეესაბამება ეგ სიმართლეს და ამას სხვადასხვა მიზეზებიც აქვს. ასაკთან ერთად ხდება სახსარში ხტილის წვეთა, რასაც ხელს უწყობს ოსტეოპოროზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ზედმეტი დატვირთვა, არასწორი დატვირთვა, არასწორი ცხოვრების წესი იყვება. ეს ყველაფერი იძლევა შედეგს უკვე სხვადასხვა პათოლოგიების სახით. მოკლედ, თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რა ჩივილების დროს უნდა მივმართოთ ექიმ ტრავმატოლოგს, ორთოპედ ტრავმატოლოგს, რა ჩივილებია ისეთი, რამაც თქვენამდე უნდა მოიყვანოს პაციენტი და რა დროს არის უпростоრად აუცილებელი პაციენტის მისვლა ექიმამდე. პირველი და ძირითადი ჩივილი მაინც არის ტკივილი. ტკივილი რაც უხდებს ადამიანს, ის გამოც უკვე ინტერესდება თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მიმართავს ექიმს. ტკივილი მოძრაობის შეზღუდვა, დეფორმაციის არსებობა, გადაადგილების გაძნელება, ეს ყველაფერი არის ჩივილები, ის გამოც მოდიან შემდგომ უკვე ექიმთან პაციენტები. მე მაპატიეთ გაგაწყვეტინეთ, ეხლა თქვენ საინტერესოდ ამბობდით, რომ აი ასაკთან ერთად სვეთა, რაღაც ოსტეოპოროზი, სახსრების ტკივილსოცა უკვე უჩივის ადამიანი. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები რა არის და ამ თანამედროვე მეთოდებზე რომ გვესაუბროთ და როდის არის საჭირო ვთქვათ ამ თანამედროვე მეთოდების ჩარევის აუცილებლობა? ენდოპროტეზირება მაქვს ხედველობაში. სანამ ენდოპროტეზირებამდე მივალთ, მანამდე გეტყვით, რომ პირველ რიგში საჭიროა პრევენცია და კონტროლი საკუთარი ჯანმრთელობის და მათ შორის სახსრების. როდესაც იწყება უკვე პირველადი ჩივილები, ეს არის ტკივილი და დისკომფორტი სახსრებში, დილით შებოჭილობის არსებობა, გადაღლილობის ან დატვირთვის შემდგომ ტკივილები, ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ელემენტარული კვლევა, ეს არის რენტგენოგრაფია და შემდგომ უკვე ექიმთან ერთად დაისვას დიაგნოზი. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები არსებობს სახსარში, ართროს რაც შეეხება პირველიდან მეოთხე სტადიამდე, მეოთხე ხარისხის დაზიანებამდე და ყოველთვის არ არის საჭირო ოპერაციული ჩარევა. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე შესაძლებელია დაავადების შეჩერება და მისი კონსერვატიული მეთოდებით მკურნალობა. აქაც რა არის თანამედროვე მეთოდები კონსერვატიული მკურნალობის, პირველი და ესეთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ეს არის არასტეროიდული განათების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა, ასევე სტეროიდების სახსარში და ინექციებით. არის ასევე თანამედროვე მეთოდებში ჰიალურონის მჟავით სახსარში და ინექციები და ეგრეთ წოდებული PRP თერაპია, როდესაც პაციენტის პლაზმას და ჰიალურონის მჟავას ერთად შეყვავს ეს ორივე ნივთიერება ერთად შეყვავს სახსარში, რომელიც უზრუნველყოფს რეგენერაციის პროცესს და წამწვეთის შეჩერებას. დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება ეს წვეთის შეჩერება აღნიშნული პროცედურების შემდეგ? სხვადასხვა დაზიანების დროს სხვადასხვანაირია და მაინც ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, ამის 100%-იანი გარანტია არ არსებობს, თუმცა ეს მკურნალობა დაახლოებით 70%-ში იძლევა შედეგს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, ეს მკურნალობა ჩატარდეს პერიოდულად, დაახლოებით 6 თვეში ერთხელ ვაკეთებთ ამ პროცედურებს
მაგრამ ასევე მე გაითვალისწინოს პაციენტებმა, რომ ეს არ არის გამოჯამთებებისკენ მიმართული მკურნალობა, ეს არის დაავადების შეჩერება რაღაც ეტაპზე, რომ აღარ მოხდეს მისი პროგრესირება და არ დაგვჭირდეს ოპერაციული ჩარევა, ან გადავარდეს ოპერაციული ჩარევა. აი, ოპერაციული ჩარევა როდის ხდება საჭირო? ოპერაციული ჩარევა უკვე ხდება საჭირო, როდესაც არის ძლიერი ტკივილი, რომელიც არ კუპირდება ანალგეტიკური საშუალებების გამოყენებით, არის მოძრაობის შეზღუდვა, ან კვეთრის შეზღუდვა, გადაადგილების გაწნილება, ანკილოზი. ანკილოზი ნიშნავს სახსრის მოძრაობის ჩაკეტვას. ამ შემთხვევაში უკვე პაციენტები მოათავენ ხელოვნური სახსრის ოპერაციის ჩასატარებლად. და ხელოვნური სახსარი, ეს იგივე ენდოპროტეზირებაა? და თუ შეგიძლება ამ თემაზე რომ გვესაუბროთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ დაფიქრებულა, რომ თქვათ მეზობელი, რომელსაც ფეხი ტკიოდა და კოჭლობდა ენდოპროტეზირების შედეგად უკვე აღარ კოჭლობს. ზოგიერთის პედაგოგს ჰქონდა პრობლემა და პედაგოგი გამოჯამრთელებული, ძალიან ცნობილი მომღერალი ქალბატონი, რომელიც თვითონ აფიშირებს ამ თქვენს მიერ გაკეთებულ ოპერაციას, თორე ნამდვილად არ ვიტყოდი მის შესახებ, ვერ გადაადგილდებოდა და ჩვენი ქართული ოპერის სცენაზე, ქუთაისის ოპერის სცენაზე ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნებოდა, რომ ვერ გამოსულიყო. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამ ენდოპროტეზირების მერე უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუ შეიძლება რომ გითხრათ, ეს ენდოპროტეზირება რა დროს კეთდება და რა არის ზოგადად ენდოპროტეზირება და კიდევ ერთი, კეთდება თუ არა იგი ყველგან, თქვათ მუხლში, მხარში, ბარძახში, აი თქვენ ვახსენებთ. ჯერ განმარტება ენდოპროტეზირება გასაგებად რო ვთქვათ, ნიშნავს დაზიანებული ბუნებრივი სახსრის ხელოვნური ჩანაცვლებას. ეს ხელოვნური სახსარი არის მაღალტექნოლოგიური სახსარი, რომელიც დამზადებულია მეტალისგან, ეს მეტალი არის ტიტანი და კობალტ-ქრომი, სხვადასხვა მეტალებს შეიცავს ეს სახსარი. არის საკმაოდ გამოცდილი უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს ამ ოპერაციას. თუმცა ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით ესე 30 წელი, 35 წელი რაც ინტენსიურად დაიწყო და საკმაოდ პოპულარულია. პოპულარულია იქიდან გამომდინარე, რომ არის შედეგიანი. და იძლევა ძალიან კარგ შედეგებს. აი ხელოვნური სახსარი რამდენ ხანს ძლებს და რამდენი ხანი? ეს საინტერესო კითხვა რამისვით, რომელსაც ძალიან ხშირად მისვენ პაციენტები ამ კითხვას. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რამდენი ხანი იმუშავებს ხელოვნური სახსარი ორგანიზმში. პირველი, რა თქმა უნდა, მის ხარისხზე. ამ მეტალის და ამ დეტალის ხარისხი უნდა იყოს მაღალი, უნდა იყოს გამოცდილი საკმაოდ, რომ მას შეძლოს დიდხანს ფუნქციონირება. მეორე, რა თქმა უნდა, ექიმის განსწავლობაზე და მის ქმედებებზე ოპერაციის დროს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახსარი, ხელოვნური სახსარი, ენდოპროტეზი ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე პაციენტი, სხვადასხვა პაციენტში ერთი და იგივეს გამოყენება ხანდახან არ არის ხოლმე შესაძლებელი და ესეთი გამონათქვამია არა პაციენტი უნდა მოვარგოთ ხელოვნურ სახსარს, არამედ პირიქით ხელოვნური სახსარი უნდა მოვარგოთ პაციენტს. ამისთვის საჭიროა გქონდეს კლინიკაში ფართო არჩევანი ამ ხელოვნური სახსრის, რომ შევძლოთ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული ქმედების გაკეთება. ასევე მესამე და მნიშვნელოვანი არის თვითონ პაციენტი როგორ მოუვლის ოპერაციის შემდგომ ამ სახსარს და როგორ მოვამზადებ პაციენტს ოპერაციისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ვისრება წონას, პაციენტის წონას. რადგანაც როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური სახსარი ზედმეტ წონას ვერ იტანს და ის უფრო მალე წვდება, ან ირყევა თვითონ ძვალში და ხდება შემდგომ მისი გამოცვლის საჭიროება. დგება. რამდენი ხანი? ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან თავკვედრაში, რა თქმა უნდა, დიდი ხანი მუშაობს და არის შემთხვევები 50 წელიწადიც მუშაობია. მაგრამ საშუალოდ სტატისტიკური მონაცემები რაც არსებობს მსოფლიო სტატისტიკით 15-20 წელიწადიდან მეტი მუშაობს თუ ემთხვევა ყველა ფაქტორი ერთმანეთს დადებითად. და რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი აღარ აწუხებს ადამიანს. პირველი რითაც არის კმაყოფილი პაციენტი, ეს არის რომ ტკივილი აღარ აქვს. ოპერაციის შემდგომ უკვე მეორე დღეს ხდება პაციენტის გააქტიურება. მაგრამ ესეც დამოკიდებულია იმ დაზიანებაზე, რა დაზიანებითაც მოვიდა პაციენტი ჩვენამდე.
აი სრულ რეაბილიტაციას რამდენი ხანი ჭირდება და რამდენად მტკივნეული ან უმტკივნეულოა ეს პროცესი? სტანდარტულ შემთხვევებში სრულ რეაბილიტაციაში ჭირდება დაახლოებით 2 თვიდან 3 თვემდე. არის უფრო ადრეული რეაბილიტაციის, როცა ხერხდება ხოლმე პაციენტებში, არის ცოტა მოგვიანებითი. თუ არის ანკილოზი ჩაკეტილია სახსე, არის მაღალი ამოვარდნილობა იქნა, რა მასშტაბის ოპერაციული ჩარევა იქნა განხორციელებული, იმაზეა დამოკიდებული. თუ ფინანსდება ენდოპროტეზირების ოპერაციები? ენდოპროტეზირების ოპერაციები ფინანსდება ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა უნდა აღვნიშნო და ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ეს ფინანსირება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის ხელოვნური სახსარი იქნას იმპლანტირებული პაციენტის ორგანიზმში. საკმაოდ მწირია დაფინანსება, მაგრამ რაც ვთქვათ ეს გვაქვს. აი იმპლანტის შერჩევა როგორ ხდება, ვთქვათ, თქვენ კი თქვით წეხან რომ იმპლანტი უნდა მოვარგოთ პაციენტსო, მაგრამ აი ახლა ბრძანეთ რომ დაფინანსება არის მწირი და თუ ვთქვათ არსებობს პაციენტი, რომელსაც უნდა მაღალი ხარისხის იმპლანტი, ასეთ შემთხვევაში თანადაფინანსება თუ ხერხდება? ასეთ შემთხვევაში დღევანდელი კანონმდებლობით პაციენტმა უნდა თქვას უარი დაფინანსებაზე, სულიად თვითონ უზრუნველყოს ამ ოპერაციის თანხების გადახდა. სტატისტიკა გვაქვს ახლა პეტიციაში ტანილი საზოგადოებას, დამამტკივრთა საზოგადოებას სამინისტროსთან და ველოდებით რომ ან მოუმატებენ ფასს, ან კიდევ დაუშვებენ თანაგადახდის არსებობას, რაც შეღავაც მისცემს პაციენტებს და ჩვენთვისაც, ექიმებისთვისაც, რა თქმა უნდა, როდესაც მაღალ ხარისხს აკეთებ, ვიდრე რომ მაყოფილი ხარ შენ თვითონ და პაციენტის მაყოფილებაც იზრდება. რამდენად ხშირად გიწევთ ხოლმე დღის მანძილზე ენდოპროტეზირების უკაცრავად ოპერაციის ჩატარება? ჩვენს კლინიკაში უნდა ვთქვა, რომ დიდი ხანია მიმდინარეობს ეს ოპერაციები, პრინციპში კლინიკის დაარსების დღიდან ერთ-ერთი პირველი განყოფილება იყო, რომ ამას დაიწყო ფუნქციონირება. ჩემი მასწავლებლების მერაბ კაპანაძის ხელმძღვანელობით, შემდგომ მე გავაგრძელე უკვე ეს საქმე. წელიწადში კეთდება დაახლოებით 450-500-მდე ოპერაცია. ყოველდღიურად 2-3 ოპერაცია ვიწევს დავაკეთებ. ძალიან მაინტერესებს სტატისტიკა როგორია ენდოპროტეზირების ოპერაციებს. ქალბატონები უფრო საჭიროებენ თუ მამაკაცები? სტატისტიკურად ქალბატონები უფრო მეტი. აი რატომ? იმიტომ რომ ქალები გაცილებით მეტად არიან დატვირთული და უფრო ხშირად უწევთ და ცვეთა ბევრი აქვს სახსარს? ხო, ცვეთა ბევრი აქვს სახსარს და ერთ-ერთი მიზეზი არის ოსტეოპოროზი. და სიმტკიცის დარღვევები, რომელიც ერთ-ერთი მიზეზია, ესა თქმა უნდა, რომელიც ვითარდება პოსტმენოპაუზურ პერიოდში და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა, რადგან ეს პერიოდი უნდა იმართოს ძალიან კარგად ენდოკრინოლოგის მიერ, რათა ნივთიერებათა ცვლა იყოს მოწესრიგებული ორგანიზმში და ძვალმა არ დაიწყოს კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის ნივთიერებების კარგვა, რაც მის სიმყარეს უზრუნველყოფს. ეხლა გამეღიმაც ეხან ვიფიქრე, კაცები ხო არ იყავით მაგაშიც დამნაშავე, იმიტომ რომ ქალებს გაცილებით მეტად ხო არ უწევთ დატვირთვა, ვთქვათ, იგივე სამზარეულოში შვილების გაზრდა სამსახური და აღმოჩნდა რომ სხვა მიზეზით კუნთოვანი სისტემაც უფრო ძლიერია და რაც უფრო ძლიერია კუნთოვანი სისტემა, მით დატვირთვა სახსარზე უფრო ნაკლებია. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი. ბატონო გოგა, რამდენად ხშირად გიწევთ ვთქვათ მოზარდებისთვის ამ ოპერაციის ჩატარება და მოზარდებში რა არის მიზეზი? მოზარდებში ეს ოპერაციები სტანდარტულად არ კეთდება, არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც კეთდება ხელოვნური სახსრის ოპერაცია, ეს არის როდესაც მოზარდებს ბავშვებს აქვთ სიმსივნური დაავადებები ძვალსახსრობა სისტემაში. ჩვენ პრაქტიკულად არ გვიწევს ამის აკეთება, ამისთვის არის კონკრეტული სპეციალისტები. რაც შეეხება მე ას აქვს უკვე დასრული ასაკიდან ხმა ხანდაზმულობამდე ყველაზე დიდი პაციენტი ყავდა 97 წლის პაციენტი, რომელიც დღესაც გადაადგილდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან მადლიერი იქნება თქვენი. დამოკიდებულია რა დაზიანება გვაქვს. ახალგაზრდა ასაკში რა თქმა უნდა ძირითადი პათოლოგია ეს არის დისპლაზია, რომელიც თანდაყოლილი პათოლოგია არასრულად განვითარებული სახსარია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად ცვლიდება ვიდრე სწორად განვითარებული სახსარი. ახლა აღსანიშნავია კიდევ ერთი დაზიანება, ეს არის ავასკულარული ნეკლოზი ბარძახის ძვლის თავების, როდესაც ხდება ძვალში სისმომარაგების დარღვევა და იწყებს ძვალი კვდომას. ჩვენ იმაზე ვთქვით.
დღევანდელი კვლევებით უკვე დასტურდება, რომ ეს გამოიწვია COVID ინფექციამ, როდესაც ხდებოდა სიძარღვების მიკროთრომბოზები, შესაბამისად, როდესაც არ მიეწოდება ძვალს ნივთიერებების სისხლის გზით, ის იწყებს დაშლას. ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდა ასაკში ამ დაავადების განვითარების არის ესეც. რამდენად ხშირად არიან სპორტსმენები თქვენი პაციენტები? კი, რა თქმა უნდა, ტრავმატიზმი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ძვალსახელმწიფო სისტემის დაზიანების და სპორტსმენების ყავს. და კიდევ ერთი შეკითხვა. პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ მე სპორტს ამ ოპერაციის შემდეგ. ანუ შესაძლებელია კი, არსებობს სახსრები და ჩვენ გვაქვს არსენალში ესეთი სახსრები, რომლითაც შესაძლებელია უკვე სპორტის გაგრძელება. რა თქმა უნდა, არა პროფესიულის. ანუ მძიმე დატვირთვის, მაგრამ სპორტული აქტივობები შესაძლებელია. მოცეკვავებიც გვაქვს. ანუ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, თუ ძალიან შეგაწყინეთ თავი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების გამოსაჯამთელებლად, რაც უნდა ჩატარდეს ამ ოპერაციების სერვისის მიღება არის ქუთაისში შესაძლებელი. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ორთოპედიული ტრავმატოლოგიური სერვისი, რაც შეეხება სრული სპექტრი გვაქვს. დაწყებული ბავშვთა ორთოპედიიდან დამთავრებული მოზარდთა ორთოპედია, ტრავმატოლოგია, აბსოლუტურად ყველა სერვისის მიღება არის შესაძლებელი. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, მადლობა რომ მოხვედით, დაგვიტყმეთ თქვენი დრო, ბევრ გამოჯამრთელებულ პაციენტს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ექიმი, ორთოპედ ტრავმატოლოგი გოგა ხუციშვილი. მადლობა რომ გვიყურეთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.